მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, რა თქმა უნდა, ტრადიციის ამბრე განსაკუთრებული მადლიერება ჩემი არხის გამომწერებს და ზოგადად თვითონ თქვენთაგას იმისთვის, რომ ირჩევთ ჩემს სივრცეს, იმისთვის, რომ მიყურებთ, ნდობას მიცხადებთ და გეტყვით, რომ უბრალოდ დღესაც არ მოვედი გაშლით. ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ცოტა ენერგეტიკაც შესუსტებული მაქვს და არ მიმაჩნია სწორად რომ შევეხო ისეთ ინსტრუმენტს თუნდაც როგორც ტარო, იმიტომ რომ შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები მქონდეს და მე რომ საჯარო გაშლა, ხო, იქაც ჩემს ჭკუაზე ხომ ვერ შევთხსავ რაღაც სცენარებს, არა? ანუ მეც ხომ უნდა შევიდე გარკვეულ ნაკადში და გადმოგცეთ თქვენის ინფორმაცია და ამისი რესურსი გულწრფელად გითხრათ, ეს დღეები არ მაქვს, სწორედ ამიტომაც არ ვაცრებ თავს უფლებას. მაგრამ სანამ საუბრის თემაზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ აი როცა მიწერთ ხოლმე ხო კომენტარებში, ერთი უდიდესი მადლობა ნებისმიერი ტიპის კომენტარისთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მიყურეთ და ამისთვის მადლობა. მაგრამ როცა მწერთ, რომ გამორიცხულია, მე არავის მივიღებ ახალს. არ არსებობს, ახალი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ შემოვა. ასე არ არის, გეშლებათ, ვერ მიხვდით, მართლა ესე კი არ არის. ანუ რამდენი ვარიანტი უნდა გააკეთოთ, ერთი გააკეთეთ, იმიტომ რომ 10 და 5 კაცი ხო არ გვეყოლება, 5 ქალი ხომ არ გვეყოლება, ჩემო კარგო ადამიანებო. ყველა გაშლა ყველაზე ვერ რეზონირდება. ანუ გამორიცხული თემა, ზოგჯერ ვიღაცის ენერგიას დავიჭერ, ზოგჯერ ვიღაცის ენერგიას დავიჭერ. ასე რომ თუ ვთქვათ, ვიღაცის ახალის მისაღებად კიდე მზად არ ხართ, ხო? კი ბატონო, ეს თქვენი არჩევანია, ჩემო კარგო ადამიანებო და წინა ვიდეოში ჩავწერე ზუსტად ამასთან დაკავშირებით და მოგწონთ ნანგრევებში ყოფნა, იყავით, რა პრობლემაა? თქვენ თავს აზიანებთ, თორე მე შემიძლია გირჩიოთ. ტარო ეს არ არის, ასე ვთქვათ, არ ვიცი, კაშეი, ან არ ვიცი რაღაცა ვიღაცა იმაზე რა ქვია, მთების მიღმა მჯდარი ჯადოქარი, ხო? ანუ ეს არ არის ნათელმხილველი, ეს არის ენერგიებზე მომუშავე ინსტრუმენტი, რომელიც არის გზამკვლევი. გარკვეული ინსტრუქციის მომცემი, რომ თქვენ ინერციით არიაროთ გზაზე და გარკვეული რაღაცა არჩევანის მომენტები გაჩვენოთ და რეალობა დაგანახოთ. თორე ეს იმას კი არ ნიშნავს, ანუ მე შემიძლია გითხრათ, რომ ასე თუ წახვალ, ასე იქნება, ასე თუ წახვალ, მაგრამ გადასაწყვეტი შენია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ყველა, ვინც ზოგადად ტაროს თან შემხებლობა აქვს, ხო? დამეთანხმებლობა, სერიოზული შემხებლობა, ვისაც აქვს, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება, ხო? ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ენერგიებზე მომუშავე ინსტრუმენტი, რომელიც იმ წუთას აბსოლუტურად ზუსტად რეაგირებს თქვენს ცხოვრებაზე და ზუსტად გაცვლის იმ ინფორმაციას და იმ თქვენი გარშემო არსებული ენერგიების მიხედვით გეუბნება მომავალსაც, ხო? ოღონდ უფრო მეტად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმართულების ნაწილს გაძლევთ რა. შესაბამისად, რა ვიცი, ახლა მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩავდო ყველა ინფორმაცია, რაც თვითონ არკანებიდან მოდის, ნაკადიდან მოდის და თქვენზე თუ არ არის რაღაცა და თქვენთვის იმ მომენტში ენერგეტიკულად მისაღები არ არის, გაატარეთ უბრალოდ და მოусმეთ. რაც შეეხება ვარიანტებს, ეს არის იმისთვის, რომ ინტუიციურად არჩევს ადამიანმა, რომელი ვარიანტისკენ მისწევს გული და იმ ამბავს მოусმინოს, თუმცა აქაც არ არის ჭეშმარიტი ის მომენტი, რომ მაინდა-მაინც ისიც რეზონირდება. ხო, შეიძლება მის მიერ ინტუიციურად არჩეული ვარიანტიც არ რეზონირდეს. ასე რომ ეს არ არის იმაზე, რომ პირობითად ვიღაცამ უყუროს, არ ვიცი, ლიკას და თქვათ მაიას ერთად. ორივეს დაჭდეს და უყუროს. ხო, არა, ანუ მე ლიკას მყავს და მაიაც ეგრე არ არის. ან მე ლევანიც მყავს და ზურაც მყავს, ესე არ არის. ანუ ვიღაცა ლევანზე უყურებს, ვიღაცა ზურაზე, პირობითად ვამბობ, ახლა მიმიხვდებით ამას. ხო, ეს რისი თქმაც მინდოდა. რაც შეეხება დღევანდელ საუბარს, ზოგადად ახლა ესე რომ გითხრათ, რომ მომზადებული მაქვს რაიმე თემა თქო მოგატყუებთ, ესე უცებ სპონტანურად თქვენთან რომ დავჯდები, მე თავისებურად მომდის ხოლმე რასთან დაკავშირებით და როგორ უნდა ვისაუბროთ. მაპატიეთ უკაცრავად. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ
ყველა ადამიანი როცა კითხვებს უსვამთ, ხო, ჩვენთან დაკავშირებით, ან სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, მაინც პირდაპირ პროპორციულად ვსვამთ კითხვებს ჩვენზე, ხო? მე იმიტომ მაინტერესებს პირობითად, არ ვიცი, ვიღაცა დავითის ამბავი, რომ ის დავითი ჩემთან არის, ან ემოციურ შემხებლობაში, ან ფინანსურ შემხებლობაში, ხო? რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, უხილავი კონტრაქტი ჩემს და მას შორის უკვე დევს და ამიტომ ვინტერესდები. ეს კონტრაქტი ჩაიშლება, არ გაგრძელდება, ვადა როდემდე აქვს, ან საერთოდ შედგა კი და დე იურე იყო, თუ დე ფაქტო იყო ეს ქვეცნობიერი კონტრაქტი, ხო? ასე რომ ჩემოკარგო ადამიანებო, მაინც საკუთარ თავს ვუბრუნდებით ნებისმიერ სიტუაციაში, ხო? ხო და ჯერ მე მგონია რომ მაინც მთავარი კითხვით უნდა დავიწყოთ ხოლმე თვითონმა ადამიანმა რომ ჩვენ ვინ ვართ და რა გვინდა. იმიტომ რომ აი სწორად ფორმირებულ კითხვას მე სწორად ფორმირებული პასუხებიც მოსდევს სამყაროდან და თუ ჩვენ თვითონ ქაოტურ კითხვას დავსვამთ, ну სამყაროც დაიმნევა ლოგიკურია და შენ კონკრეტულ კითხვას ვერ მოგაწვდის. ხო ერთი გავი გამახსენდა სხვათა შორის ну ერთ-ერთი ასე ვთქვათ მრევლი ეკითხება მოძღვარს რომ თქვენ თქვით რომ ვიცოდე ვინა ვარ ბრძენი გავხდებიო მაგრამ აი რანაირად უნდა გავაკეთო ეგ მასწავლეო და მოძღვარი ეუბნება რომ წართვიო ხალხს უფლება გადაწყვიტოს შენ ვინ ხარო და ეს დაიბნევა რომ ანუ რას ნიშნავსო ესო და იმას ნიშნავსო რომ ერთი გეტყვისო რომ ცუდი ხარ და დაუჯერებო ინერვიულებო არ ვიცი შეიძლება იმდენად განიცადოვო რომ თვითშეფასება საერთოდ დაკარგოვო ხო და ну გარკვეული ტიპის დეპრესიაც შემოგეძალოსო ну ვიღაცა გეტყვისო რომ აურა კარგი ხარო გორი ლამაზი ხარო გაგიხარდებაო და შეიძლება ეს ამპარტავნებაში გადაგეზარდოს და ხიბლში ჩავარდეო ну ვიღაცა კიდე გეტყვისო რომ ძალიან გენდობიო და შენცო რაღაცა ისეთი მომენტები გაგიჩნდებაო რომ აუ მე რა მაგარი ადამიანი ვარ როგორ მენდობიან ხო მაგრამ უცებ ბრახდა შეიძლება ვიღაცამ გიღალატოთ და იქ უკვე დაიბნენთო ხო ანუ ნახეთ როგორი მომენტია სანამ მათო უფლებას უტოვებ რომ გადაწყვიტო შენ ვინ ხარ საკუთარ თავს ვერ იპოვიო რა ხო და ამიტომ დაფიქრდი შენს თავთან გაარკვიე ვინ ხარო შენ საკუთარ თავს დაუსვი ეს კითხვა და არა ვთქვათ იქიდან გამომდინარე გადაწყვიტო მეზობელმა როგორ დამახასიათა არ ვიცი ბიძაშვილმა როგორ დამახასიათა და ასე შემდეგ ასე რომ ჩემოკარგო ადამიანებო კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა რაღაცა კითხვებისთვის მივდივართ ადამიანთან ან თუნდაც ვჩდებით რომ ეკრანის წინ ხო რომ რაღაცები გავარკვიოთ მაინც ყველაფერი საკუთარ თავთან მიდის და ჯობია საკუთარი თავიდან გამომდინარე გავხედოთ ყველაფერს ხო იმიტომ რომ აი ხშირად ესე გონია ხოლმე ხო აი ძალიან ბევრჯერ მომისმენია ჩემთან მოსული ადამიანებისგან აი სხვას ესე სხვას ისე ჩემოკარგო ადამიანებო სხვების ცხოვრებას ჩვენ ვერ გავიგებთ რა დაბრუნული ტყია ყველა კი არ არის ნათქვამი სხვისი ცხოვრება ზოგადად ისეთ ფანჯარას გავს რომ აი უამრავი ყვავილი რომ არის ეგზოტიკური ყვავილებით სავსე ფანჯარა და შენ გონია რომ აუ ეგზოტიკური კი არ ჩვეულებრივი ყვავილებითაც რა იყოს ხო რომ აუ 60-ია მის მიღმა მაგრამ რეალურად შეიძლება აი ამ გალამაზებული ფანჯრის მიღმა იყოს აბსოლუტურად შლამით სავსე იატაკი ჩამპალი ფიცრებით რომელსაც უკვე ნესტის და უბისუნიასტის არ ვიცი გარკვეული ტიპის ძალიან ძიმე ნეგატივი ტრიალებდეს იმ სახლში ნუ ვიღაცა ავადობდეს ასე შემდეგ ასე ჯვარი წერია ყველას ხო მე ზოგადად ვამბობ ანუ ხო და ამიტომ ყველაზე მარტივია რა რომ საკუთარი თავიდან გამომდინარე საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე მეტად მეტი ვიფიქროთ, ვიდრე ვთქვათ რაღაცა იქეთ სხვების მდგომარეობების სიღრმეებში ჩავიდეთ და სხვებს მივახარჩეთ უფრო მეტი რესურსი, ხო? რაღაცნაირად მინდა არ მინდა ყველა საუბარში ხაზგასმით მაინც ეს ლაიტმოტივად გამომაქვსო თქვენზე, თქვენს თავზე იფიქრეთ, თქვენს თავზე იფიქრეთ, თქვენს თავზე იფიქრეთ. სხვათა შორის აი მიჯაჭულობაც ხო სულ მინდა რომ ყველგან გაუსვა ხაზი რომ არ დაგემართოთ არასდროს არავისე იმიტომ რომ ეს არის აი არ ვიცი ყველაზე დამანგრეველი თემა დამანგრეველი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ის ვინც გარედან იყო გარეგანს ეყრდნობით ხო ანუ გამორიცხული არ არის თქვენ ზუსტად რაღაცა იცოდეთ
იქ ყოველთვის შეგიძლია ივარაუდო, იმიტომ რომ იქ შენ არ ხარ, ის შენ არ ხარ, მისი ემოციები შენი არ არის. ვერ ხვდები ის რატო იღიმის, ხო, ან რატო ტირის. ამიტომ შენ შეგიძლია მარტო დაეყრდნო იმას, რაც შენშია, რასაც განიცდი, რასაც აი, როგორ გითხრა, სულიერად ეხები, რასაც ხედავ, რასაც აღიქვამ. აი ამას შეიძლება დაეყრდნო და ვთქვათ, ნუ ბოლომდე ჭეშმარიტებად ეგეც არა, მაგრამ ნაწილობრივ ჭეშმარიტებად მიიჩნიო, ხო? აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიჯაჭვულობები და სხვაზე განსაკუთრებული ფიქრები, ხო? არაფერს არ გუმატებს გარდა იმისა, რომ გვართმევს ძალიან დიდ ენერგიებს. იცით როგორი მომენტია, აი ხშირად მეუბნებიან, რომ გამოცდილება არ მქონდა და ამიტომ. ცხოვრება მხოლოდ ისეთ გამოცდილებას გვაძლევს, რომელიც აი ყველაზე მეტად გვიწყობს ევოლუციისთვის ხელს და არა რევოლუციისთვის. და რასახის გამოცდილებაც გვჭირდება, ჩემო კარგო ადამიანებო, აი მომენტალურად მიხვდებით რა, იმიტომ რომ ის, რომელსაც გავდივართ აი ამ მომენტში, აი ეს გამოცდილება გვჭირდება ზუსტად იმ ადგილასა და იმ სიტუაციაში რა. სხვათა შორის ძალიან კარგი ტიბეტური სიბრძნე ეს ახლა მე არ მომიგონია და საქვეყნოდ ცნობილია, ხო, გურუების დონეზე, ნუ ახლა ჩვენ ვერ მივალთ და ტიბეტელი ბერების, ასე ვთქვათ, ალბათ მე მილიონედ ჭეშმარიტებასაც ვერ ვიპოვი, მე ჯერჯერობით ასე მგონია ყოველ შემთხვევაში სამყაროში, მაგრამ ნუ ის რაც ვიცით და არის ანუ წაკითხვის დონეზე და გააზრების დონეზე მაინც შეგვიძლია, ის შემიძლია თქვენც გადამოგცეთ, რომ ისინი ზუსტად ამას ვაღადებენ, რომ ცხოვრებას უნდა შეხედოთ როგორც მოგზაურს, ხო, აი ტურისტს, რომელიც რამდენიმე დღით გააჩერდა, არ ვიცი, სასტუმროში და ნუ კი, ძალიან მოსწონს, კაცო, ოთახი რა პრობლემაა, მოსწონს ეს სასტუმრო სივრცეც, მაგრამ არ ეჯაჭვება. ზუსტად იცის, რომ აგერ ახლა 2 დღის მერე სხვა სასტუმროში შევა, რომელიც შეიძლება არ იყოს მისთვის ძალიან მისაღები, ხო? რომელიც შეიძლება, არ ვიცი, არ მოეწონოს ფერები, არ მოეწონოს პირობითად ფანჯრის მდებარეობა, ან შეიძლება საერთოდ უფანჯრებო ოთახი იყოს, ხო? ამიტომ ცხოვრებას უნდა შეხედო როგორც უბრალოდ სტუმარმა, რომ გაგიოლდეს რაღაცეები. სამყაროს ყოველთვის აქვს საკუთარი გეგმა ჩვენ ცხოვრებებთან დაკავშირებით. ანუ სადაც არ უნდა წავიდეთ, სადაც არ უნდა, არ ვიცი, შევიჭყუნოთ, ხო? ერთ დღეს დამიჯერეთ, რომ ამ ვითომ ეგრეთ წოდებული კომფორტის ზონას და თავშესაფარს ნამდვილად დაანგრევს ცუნამი და ქარიშხალი და ამ დროს ჩვენ უბრალოდ თავისუფლები ვართ არჩევანში. ანუ ვიღაცა ჩათვლის, რომ დასრულება ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაცა ჩათვლის, რომ არა, დასრულება არის ახალის დაწყება, ხო? და ზუსტად ამაზე ვისაუბრე იმ დღესაც, რომ ვიღაცას უნდა რომ ნანგრევების ქვეშ იყოს და ვიღაცას უნდა რომ არა, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, წარუმატებლობა ახალ შესაძლებლობად აქციოს, ხო? ნებისმიერი ზედმეტი, ანუ აი სხვა შორის სამედიცინო სფეროში ძალიან ცნობილია ეს ფაქტი, რომ ნებისმიერი ზედმეტობა არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვიტამინი იქნება ეს, ვთქვათ, რაიმე სახის, არ ვიცი, საკვები დანამატი იქნება, პრობიოტიკი იქნება და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ვითომ კი არა, რეალურად დადებითი ტრიგერები, ხო, სხვადასხვა მდგომარეობების დროს გადაჭარბებული, ანუ მაინც ყველაფერი საწამლავი და შხამია. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ჩვენს მოთხოვნილებებს აჭარბებს, არის აბსოლუტურად უსარგებლო და მოსაცილებელი. სამწუხაროდ გახედეთ სიტუაციას, ხო, მსოფლიოში. ხშირად ესეთ შხამად სიმდიდრეც გვევლინება, ეგოს სურვილები, სიზარმაცე, სიყვარულიც, ამბიციაც, სიძულვილიც, რავი, ზოგჯერ ძალაუფლებაც და მერე იპყრობს ადამიანს შიში, ხო? ანუ გაურკვევლობის მიუღებლობა, მაგრამ როგორც კი აი ამ გაურკვევლობას მივიღებთ, ეგრევე თავგადასავლად იქცევა, ხო, ნებისმიერი სიტუაცია, არ ვიცი, ის მოწამვლაც, ის ასე ვთქვათ, გარკვეული რაღაცა ტრანსფორმაციის პერიოდებიც, ის ვითომ არასასიამოვნო ან სასიამოვნო სიტუაციებიც, ხო, ნებისმიერი რაღაც უსიამოვნო მოცემულობა, როგორც კი ჩვენ გადავამუშავებთ, მივიღებთ და თვალს გავუსწორებთ, იქცევა ეგრევე მომენტალურად თავგადასავლად. რაც შეეხება ჩემო კარგო ადამიანებო, სულ ვეუბნები ხოლმე ჩემთან მოსულ ადამიანებს, რომ
რაც შეიძლება ბევრი იცინეთ, ბევრი დადებითი ემოცია მიიღეთ, ბევრი თბილი და ნათელი სიტყვა გაეცით. ჩვენი ეპოქის ადამიანები, აი ხა თქვენ ვინც მისმენთ, აი შენ კონკრეტულად რომელიც ახლა მისმენ, ხო? და სათითაო არ ვიცი სიტყვას იმახსოვრებ, შეიძლება კომენტარის დაწერასაც აპირებ, შეიძლება რაღაცაზე შეკავათებაც გინდა ან პირიქით, ხო? აი შენ მაპატიეთ, მე სპეციალურად მოგმართავთ შენობითი ფორმით, კნინობით, ასე ვთქვათ, პროექციაში ნუ განიხილავთ ჩემს მომართვას, არა. არ გეპირფერებით და არანაირი ფამილიარობა, აი სპეციალურად მოგმართავთ შენობით, რომ კონკრეტულად ზუსტად იგრძნოთ, რომ აი შენ ჩემი თაობის ადამიანი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა 90-იანელი ხარ, 80-იანი ხარ, 80-იანელი ხარ, 70-იანელი თუ 2000-იანი, ჩვენ მაინც ერთ ქვაბში მოვიხარშეთ ყველანი. შესაბამისად, ძალიან ძლიერი სულები ვართ ჩვენ, რომლებმაც აი არ ვიცი, საუკუნის დასასრულიც ვნახეთ და დასაწყისიც ვნახეთ, 1000 წლეულის ფინიშიც ვნახეთ და განთიადიც ვნახეთ, ხო? პლანეტარული განზომილების ცვლილებების დასასრული და დასაწყისი. მასშტაბურ რაღაცეებს შევეჩეხეთ, მიხვდით? ასეთი საჩუქარი დამიჯერეთ, რომ სამყაროში ბევრ თაობას არ დავერეძლევა და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ დიახ ჯილდოდ, დიახ ანუ საჩუქრად, რომელიც ჩვენ აბსოლუტურად სხვა სივრცეებს გვიხსნის, სხვა ჭეშმარიტებებს გვაზიარებს. და თუ რომელიღაცას ახლა თქვენ მე ვინც მიყურებთ, მაინც შემოგჩათ ეჭვი საკუთარ თავზე, ხო? დაფიქრობთ რომ რაღაცა არ შეგიძლიათ, აი გაიაზრეთ ეს ყველაფერი და დამერწმუნეთ რომ თქვენ შინაგან ნათელ ენერგიებს აი მომენტალურად დაიჭერთ. მომენტალურად ასე ვთქვათ, გაიაზრებთ და გამოიყენებთ მერე სათქვენოდ და სულ ვამბობ ხოლმე რომ შიში გვასწავლა ამ ყველაფერმა და შიშის დაძლევის უნარი მოგცა, ხო? სულ ყველგან სადაც მომეცემა საშუალება ვაჟღერებ რომ შიში ეს არის ყველაზე დამანგრეველი ემოცია ჩემო კარგო ადამიანებო. იმედგაცრუებასაც უძლებს ადამიანი, ღალატსაც, ტყუილსაც, არ ვიცი, ნებისმიერ უმძიმესი დიაგნოზის გაგებასაც, ყველაფერს, მაგრამ აი შიში ერთი თუ ჩაგიცხოვრდა, ერთი თუ ჩაგიჯდა ორგანიზმში და ფსიქიკაში, ნუ მტრისას არ ვიცი, შეიძლება ისეთი საშინელება დამართოს ადამიანს, რომ სიკვდილმა სიკვდილი ჯობდეს ბევრად, ხო? იმიტომ რომ, მაგრამ რეალურად ნახეთ, ეს შიშებიც, როგორც კი ვჩნდებით, იქიდანვე მოგდევს. ეს არ არის ის, რომ ჩვენ არის რაღაცა გარკვეული ტიპის შიშები, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ. მაგრამ აი ეს ზუსტად ეს გარკვეული პატარ-პატარა შიშები იმუნიტეტს გვიქმნიან იმისთვის, რომ თქვათ მე რაღაცა აბსოლუტურად გაუცნობიერებელი შიში სწორად გადავიტანოთ, ხო? ანუ აი მაგალითად ჩვენ ძალიან გვეშინია, ზოგადად მე პატარა რო ვიყავი, სულ ფიქრობდი ხოლმე, რომ რო გავიზრდები, მე რანაირად უნდა შევინახო ოჯახი, ანუ ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეშოვა ფული, აი ეს ვერ გამეაზრებინა. ნუ ალბათ იმიტომ რომ ჩემს ოჯახში ფულზე პრაქტიკულად არ საუბრობდნენ, რაც ვთვლი, რომ ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ არ არის სწორი. თუმცა ნუ მაშინ ასე მიიღებოდა, რომ ასე ვთქვათ, იქ სადაც ინტელექტზე იყო ორიენტირი, ფულზე ძალიან დიდი ყურადღება არავის არ უნდა გაემახვილებინა და ბოლოს რეალურად გვინდა არ გვინდა ყველაფერი ფულამდე მიდის, მაგრამ ნუ ეხლა მადლიერი ვარ მე საკუთარი მშობლების და როგორ გიკადრებათ, ძალიან ანუ ბევრი მადლიერი ვარ როგორც გამზარდეს ისე რომ გამზარდეს, მაგრამ ნუ ცოტა ჭკვაც რო სწავლებინა ცხოვრების უკეთესი იქნებოდა. ხო და ნახეთ ჩვენ გვეშინოდა ვერ ჩავაბარებდით გამოცდას, ვერ მოხვდებოდით პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ხო? ვერ გახვდებოდით ჩვენი მშობლების სიამაყე, არ ვიცი, მე სულ ხუთოსნობის ფრიადოსნობის სინდრომი მქონდა. მე როცა ჩავაბარე და პირველი პროფესია, ნუ პირველი უნივერსიტეტი ასე ვთქვათ, ესე იგი, იმხელა კონკურსი იყო, რომ საქართველოში ერთი სამედიცინო უნივერსიტეტში იყო მსგავსი კონკურსი და მეორე ამჩევს ფაკულტეტზე და მე უკვე მეორე სფეროშიც რომ გადავედი, იქ უკვე მაშინ ასეთი აჟიოტაჟი აღარ იყო, მაშინ უკვე სხვა სისტემა იყო განათლების, მაგრამ ნუ ის პირველი მახსოვს, რომ აი მაღლივის კორპუსები როგორი მაღალი კორპუსებია გახსოვთ თქვენ და ძალიან მაღლა სადღაც მე-11 თუ მე-12 სართულზე მქონდა, აღარ მახსოვს გამოცდა და იმედენად გახარებული წამოვედი 10-იანით, რომ ლიფტის არსებობა დამოიწყე და ფეხით ჩამოვირბინე. ანუ
ნახეთ, ესე ასე გავიზარდეთ, ხო? მეგონა რომ არ მეპატიებოდა არაფერი, ან მაქსიმალისტად გამზარდეს რა. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ მე ჩვენ გვიჩნდება სინდრომი, რომ ყველასთან სწორები, ყველასთან კარგები უნდა ვიყოთ და არ იმსახურებს ყველა ამ ჩვენ სიკარგეს და სისწორეს. მე იმას არ გეუბნებით, რომ ცუდები უნდა იყოთ, არა. ამითი ჩათვალეთ, რომ იმათმა მოგიგეს. უბრალოდ დისტანცირება უნდა მოახდინოთ და მოიცილოთ, მოიკვეთოთ. ნახეთ, ნებისმიერი უსარგებლო, თუნდაც კეთილთვისებიანი სიმსივნე ხო მოსაცილებელია, თუ არა და რემისია ჭირდება რა, დააკონსერვეთ. ის ურთიერთობა გაყინეთ და მორჩა და ნუ ხარ გაეკარებით, ხო? არ ვიცი, სულ გვეგონა რომ მეგონა ყოველ შემთხვევაში მე რომ ვიღაცის მოლოდინს ვერ გავამართლებდი, თქვათ აი რაღაცა ზუსტად რომ მინდოდა რომ ეკეთებინა, მეშინოდა რომ აი თუ ეს არასწორი იყოს, თუ მემღერებოდა და მეცეკვებოდა, ნუ შეიძლება მეფიქრა რომ ხა ვიღაცამ შეიძლება დამცინოს და რატო უნდა ვიმღერო, ხო? თუ თქვათ თან ისეთი ვოკალური მონაცემები არ მქონდა არ ვიცი, გვეშინოდა რა, მეშინოდა, მე მაგალითად მეშინოდა, ეხლა თუნდაც ჩემ დროს რო ახლა პაემაზე ვიღაცასთან წასულიყავი, ის იყო ძალიან მიუღებელი თემა და წიგნებიდან ვიხედებოდი მართლა პირდაპირ მნიშვნელობით და აბსოლუტურად ისე წიგნებიდან ვისწავლე ცხოვრება და ვერც დაუშვებდი რომ ვიღაცასთან ანუ მშობელი დამდებდა ყველგან სადაც არ უნდა წავსულიყავი მარტო არსად არ ვიყავი ვის უნდა დავლაპარაკებოდი ხო და ზუსტად იმიტომ ყველაფერს მოახერხებ თუ მოინდა მაგრამ შიში გქონდა იმიტომ რომ აი ჩვენ ესე გვეუბნებოდნენ რომ აი ამას ეს მოყვება იმას ის მოყვება ამას ის მოყვება და გვინდა არ გვინდა ხო ეს ყველაფერი ჩვენში ილექებოდა გვეშინოდა რომ ანუ არ ვიცი რაღაცა ისე არ ჩაგვეცვა ვიღაცას რომ არ მოსწონებოდა ხო ვიღაცას შეიძლება ყვითელი ფერი არ მოსწონდა და ყვითელ ფერზე აბსოლუტურად შეუხამებლად შეიძლება რაღაცა იასამნისფერი ჩაგვეცვა პირობითად ხო და შენ იმ წუთას იმ ხასიათზე იყავი მაგრამ ნუ გეშინოდა რომ ვიღაცა ამას სწორად ვერ მიიღებდა ხო ჩვენი აზრის დაფიქსირების გვეშინოდა შეიძლება ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ კოლექტიურ აზრს ვერ ემთხვეოდა ეს ყველაფერი ან თქვათ ძალიანაც გვინდოდა რაღაცამ სუყენა მცხარი, მაგრამ იმიტომ რომ ვიღაცას არ ეთქვა რომ აუ რამდენს ჭამს, ან ეს ნახე როგორი ფუფულა და კიდე მცხარი უნდა კაცო, ან რაღაცა ეგეთი ხო? ნუ ვიღაცას ამისი შეშინებოდა, არ ვიცი. გვეშინოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღლა ლაპარაკის ან ტირილის, ხო? თუმცა მე მინტირია, როცა ემოციები მომწოლია, მე როცა გავიზარდე უკვე ასე ვთქვათ და დიდი ბავშვი გავხდი. აღარ უკვე, იმიტომ რომ მე ვისწავლე რომ ემოციები არ უნდა შევაკავო. ანუ თუ მინდა ადამიანს რომ იმ წუთას მადლობა გადავუხადო, შემიძლია ესე შუა ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანს, რომელმაც არ ვიცი შეიძლება უბრალოდ დავარდნილი კალამი ან თქვათ რაღაცა დამივარდა მომენტალურად და ის მომაწოდა და მე იმ ადამიანთან იმ წუთას აი ასე მომინდა მადლიერების გამოხატვა რომ უნდა ჩავეხუტო, ხო? არ ვიცი, უნდა ჩავეხუტო. თქვათ ულამაზესი მოხუცი ქალი მეჯდა ერთხელ ისე კარგად მახსოვს უამრავი ნაოჭით, მაგრამ ისეთი ლამაზი ნაკვთები ქონდა რომ გონება მუცებ ესე დააფოტოშოპა თითქოს მისი სახე და 18 წლისაც კი წარმოვიდგინე ის ახლა 100 წელს ვერ იფიქრებდა რომ მე ფანტაზიებში მისი ახალგაზრდობაც ვნახე, მაგრამ ნუ ვნახე და არ მომერიდა და იქ საჯაროდ ვუთხარი რომ ძალიან ლამაზი ქალბატონი ხარ თქო და ჩავეხუტე კიდეც. ანუ მე რაღაცებს ისე რომ მიტყვია გადავაბიჯე რა და რაღაცები დავძლიე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველაფერი დაძლია, არა. ამიტომ ჩემო კარგო ადამიანებო, აი მაქსიმალურად უნდა დავამუშაოთ ყველაზე მეტად აი ეს შიშის მომენტები ჩვენს ცხოვრებაში უკაცრავად არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ წავიდა შუქი და იმიტომ ხო მოვიდე და აგერ ისევ არის თქვენს წინ ხო მომენტალური გაქცევა ქონდა შუქს არ ვიცი. აი ეს უნდა დაამუშავოთ ყველაზე მეტად და როგორც კი შიშს გამოდევნით თქვენი ცხოვრებიდან. ხო, შიშია ისიც სხვათა შორის. აი დაფიქრდით, რამდენს გქონიათ ის მომენტი, აი ჩაუღრმავდით რა გეხვეწებით, მე ნუ მეტყვით თუ გინდათ და ნუ გააჟღერებთ და ნუ არ მინდა თქვენი გულწრფელობა, მაგრამ საკუთარ თავს გამოუწოდით. აბა ის რომ ვიღაცა წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, შიშია იმის რომ თქვენ სრულყოფილი არ ხართ. თორე შეიძლება რაღაცა მომენტში პირიქით ძალიანაც გიხაროდეთ, რომ ეს ადამიანი წავიდა. მაგრამ არ უტყდებით თქვენს თავს, გინდათ რომ მოვიდეს, იმიტომ რომ თქვენს თავს დაუმტკიცოთ, რომ თქვენ კარგები ხართ, მე მიხვდით რომ ისე თქმა მინდა. ხო და ამიტომ ჩემო კარგო ადამიანებო, შიში შორს, რაც შეიძლება შორს, დამიჯერეთ ყველაზე მაგარი რაღაცეები ერთი წამით. ბოდის გიხდით, რაღაც ხმაური იყო და აი ისევ წავიდა შუქი.
ხო მალე მორჩები მე ცოტა უფრო ვრცლად მინდოდა საუბარი ბევრ რამეზე, მაგრამ მომიწევს გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო დასრულება. ბოლოს გეტყვით, რომ ანუ მსგავსი ნეგატიური ემოციები და განცდები მოიცილეთ რა. დაიცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში და ნუ მერე სხვის ცხოვრებებშიც, ხო, იმიტომ რომ ყველაზე უმშვენიერესი და უდიდესი აზრი არის ის აზრი, რომელიც სიხარულს შეიცავს და რომელიც შეგიძლიათ მიიტანოთ სხვა ადამიანამდე, ანუ ესე ვთქვათ, გადამზიდი იყოს ეგრეთ წოდებული ბედნიერების და სიხარულის, ხო? ყველაზე დიდი გრძნობა მართლა სიყვარულია და ყველაზე დიდი განცდა. მე სიხარული, ეს ჭეშმარიტება, სიყვარული იმდენად კავშირშია ერთმანეთთან, რომ ერთს ყოველთვის მივყავართ დანარჩენისკენ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მიმდევრობით განვალაგებთ, ხო? მაგრამ აი წარმოიდგინეთ ჩურს, შიშს, ბოღმას, არ ვიცი, ბრაზს, წყენას, მაინც ერთიც რო გქონდეს, მომენტალურად მივყავართ დანარჩენისკენ. ამიტომ შემოკარგო ადამიანებო, პოზიტივი მე ახლა მენტორულად არ მინდა რომ გამომივიდეს და რაღაცა ისე ცოტა უტოპიურად და რეალობას მოწყვეტილად, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე და სამწუხაროდ აქ დროც გვაქვს მოცემული და ადგილიც. ზეცას გახედეთ, იქ არც დროა და არც ადგილი, ხო? იმიტომ რომ იქ აზრი არ აქვს არც დროს და არც ადგილს. სრულყოფილებაა. მაგრამ დედამიწაზე ჩვენ დრო და ადგილი გვაქვს მოცემული და ეს დრო და ადგილი ძალიან დიდი სიზუსტით და სისწორით უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ იქნება ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდა, ხო? რაც ჩვენ ასე ვთქვათ გაგვიხარდება, რაც ჩვენ ასე ვთქვათ სიკეთეს მოგვიტანს, ხო? რა გვაკლია დღეს ყველაზე მეტად ადამიანებს? სიმშვიდე, მეგობრებო. დააკვირდით ყველა ემოცია, რაზეც ვისაუბრე, მაინც გინდა არ გინდა, ან ქაოსისკენ მიდის, ან სიმშვიდისკენ. და ქაოსისკენ როცა მიდის, შენს განგრევს და ცხოვრებასაც გინგრევს, და როცა სიმშვიდისკენ მიდის, რაც არ უნდა ხდებოდეს, ხო? შენ მშვიდად იღებ ყველაფერს და მე ყველაფერი თავისთავად ლაგდება. იმიტომ რომ აღელვებულზე და გამწარებულზე ვერაფერს სწორად ვერ დაალაგებ. პირიქით, შეგიძლია აურიო მხოლოდ კარგად ვერ დაალაგებ. აი სიმშვიდის პირობებში ყველაფერი ძალიან ისე, აი რომ იტყვიან თავის ადგილს უბრუნდება. ასე რომ ჩემო კარგო ადამიანებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარ თავს ასწიეთ თავი მაღლა, იარეთ სიხარულით, იარეთ არ ვიცი ძალიან მაგარი თავდაჯერებით, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამაყები იყოთ, დამერწმუნეთ, ყველას არ გიცნობთ, მაგრამ ვისაც გიცნობთ, ზუსტად ვიცი, რომ გაქვთ სიამაყის უფლება, ისეთი ცხოვრებით გაქვთ, ასე ვთქვათ, ნაცხოვრები, ჯერა, იმიტომ რომ თქვენი შეცდომებიც კი დამიჯერეთ, რომ აი თქვენს ზუსტად ისეთ ადამიანებად ჩამოსაყალიბებლად იყო ალბათ საჭირო, როგორებიც ხართ. მე ბევრის ენერგიას ვგრძნობ, მათ ენერგიებსაც, ვინც ჩემამდე არ მოსულა. ხო და ასწიეთ თავი, სამყაროს გაუღიმეთ, გჯეროდეთ ბუნების, გჯეროდეთ ღმერთის გამჩენის და გჯეროდეთ კიდევ ერთი რამის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, მაინც ჩვენამდე ისმოვა, რაც ჩვენს ბიოველს შეესატყვისება, რაც ჩვენ, ასე ვთქვათ, აი ენერგოტრაექტორიას მოერგება, რაც ჩვენს, ანუ ნახეთ რის თქმა მინდა, რაც მათ ჩვენთან პარალელში უნდა იაროს, ის ყოველთვის პარალელურად იმის და რამაც ჩვენ უნდა გადავკვეთოს, ის ყოველთვის გადავკვეთავს. უბრალოდ თავარია, რომ ჩვენ ეს დავინახოთ, გავარჩიოთ, რაც თავარია და მე ყველაფერს სწორად დავხვდეთ. ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ბევრს გესაუბრებოდით, მაგრამ მართლა უბრალოდ ფიზიკურად, ტექნიკურად აღარ გამოდის აქ ყოფნა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ თვითონ თქვენთაგანს ნდობისა და ერთგულებისთვის. დამიწერეთ თუ რაიმე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გინდათ საუბარი და გაინტერესებთ. არ აქვს მნიშვნელობა რა თემაც არ უნდა იყოს. მე ჩემი განათლებით და კომპეტენციით თუ შევწყვეტები, მენდეთ რომ უარს არც ერთ თემის გაჟღერებაზე არ გეტყვით. ახლა კი მშვიდობიანი ღამე ჩემო კარგო ადამიანებო, დროებით.